ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს. დღეს საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და დელეგაციის სხვა წევრები მსოფლიო ბანკის განათლების სექტორის დირექტორს ალბერტო როდრიგესსა და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განათლების სექტორში არსებული პარტნიორობის გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების დასახვა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდა მსოფლიო ბანკთან. პრინციპში ჩვენ კიდევ ერთხელ განსაზღვრეთის გზები და ის მიმართულებები, რომლის ფარგლებში ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ძირითადად მათი ჩართულობა ჩვენ ძალიან გვჭირდება განათლების სტრატეგიის ფორმირებაში, რომელზეც ძალიან აქტიური მუშაობა მიდის და მაისის ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ ეს დოკუმენტი უკვე მომზადებული უნდა იყოს, სადაც ასახული იქნება მთელი ეს რეფორმა და ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ განათლების სისტემაში. მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთხელ გამხატა თავისი მსაყოფნა და აუქრა დახმარების გაწევის სურვილი, გააგრძელოს მთავრობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით განათლების სექტორთან დაკავშირებით.